Okay, now listen up. We're gonna tell you a story. A story about four guys. Ka, Ra, Ma, and Pa. მე ვარ ქრისტინა კაპანაძე 14 წლის. ვცეკვავ ინდურ ცეკვებს, ვარ ანსამბლი განგას სოლისტი და ქორეოგრაფი. 5 წლიდან ვუყურებდი ინდურ ფილმებს, დაინტერესებული ვიყავი მათი კულტურითა და ტრადიციით და გადავწყვიტე რომ დამეწყო ცეკვა. დღესდღეობით მაქვს ჩემი სტუდია განგა, სადაც ვასწავლი ინდური ცეკვით დაინტერესებულ ბავშვებს. სულ მყავს 7 ბავშვი. ამ კვირაში დაიწყო ინდოეთში ჰოლის ფერების ფესტივალი. ჰოლი არის სიყვარულის ფესტივალი, სადაც ადამიანები ერთმანეთს გადასცემენ სითბოს, გრძნობებს, ემოციებს, იფერადებენ დღეს, ფერადდებიან და ასე ვთქვათ, მთელ დღეს აღნიშნავენ ერთად, ატარებენ საზეიმო ღონისძიებებს და სხვა. ჩვენც აღვნიშნეთ დღესასწაული, ჩავატარეთ ღონისძიებას და ასევე გადავიღეთ კლიპიც. ჩვენც ვუერთდებით ამ კვირეულს. ჯერ მე თვითონ მასტერკლასების დახმარებით და ჩემი იმპროვიზაციის მეშვეობითაც ვსწავლობ ცეკვებს, შემდეგ კი გადავცემ ბავშვებს და ამით ვღებულობ ძალიან დიდ სიამოვნებას. ყველაზე რთული ალბათ ბავშვებამდე მიტანა. ამჟამად ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდ დროს იკავებ ცეკვა. თითქმის მთელ დღეს ვუთმობ ცეკვას. გვაქვს ბევრი კონცერტები, ღონისძიებები, ამიტომაც ფორმიდან რომ არ ამოვარდეთ, ასე ვთქვათ და ჩვენი ცეკვები იყოს შეფუთული კარგად, ვარჯიშობთ ყოველდღე. გარდა ცეკვისა, თავისთავად დავდივარ სკოლაში, ვუკრავ პიანინოზე და ასევე სხვადასხვა აქტივობებშიც ვარ ჩართული. 3 აპრილს მონაწილეობას ვიღებ ქალბატონი თამარ სხირტლაძის საიუბილეო საღამოზე, სადაც მონაწილეობას იღებენ არა მარტო ცნობილი ვარსკვლავები და მომღერლები, მუსიკოსები, არამედ მიწვეული არის ანსამბლი განგა და ანსამბლი განგა არის ამ ღონისძიების ოქროს სპონსორი. ასევე 7 აპრილს მაქვს გამოსვლა პიონერ ფილმში გრიგოლ ჩიგოგიძესთან. ინდოელებმა ნახეს ჩემი ცეკვა სოციალური ქსელებიდან. ინდოეთის ტელევიზია იყო ჩამოსული ინდოეთში News Nation TV, რომელმაც გააშუქა ჩვენი რეპორტაჟი და ცეკვა. ასევე ინდოელმა ცნობილმა რეჟისორებმა ნახეს ჩემი ცეკვა და მიმიწვიეს ინდოეთში. საქართველოში ჩამოსული იყო არაერთი ცნობილი მოცეკვავე თუ მსახიობი, მაგალითად რიში კაპური, რაჯ კაპურის შვილი. მან საქართველოში ანსამბლებს შორის გამომყვა მე. ასევე მითხუ ჩაკრაბორტი, ჯიმი, ვიშალი და სურია, აუშიმონ ქურანი და კიდევ სხვა. ძალიან ბევრი ჯილდო მაქვს მიღებული, თუმცა მინდა გამოვყო რამდენიმე. 2017 წელს პირველი ადგილი ავიღე ფიესტალონია ჯორჯიაში. ასევე 2018 წელს გავხდი Business Lady 2018. მიმდინარე წლის იანვარში მივიღე მონაწილეობა World Rising Star-ში, მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი, სადაც მივიღე ტიტული Best Dancer 2019. ამავე დროულად გავხდი TVM News-ის სახეც. ასევე ვარ MTR-ის ნახევარფინალისტი. 2017 წელს პიონერ ფილმმა მომანიჭა ჩარლი ჩაპლინის დიპლომი გრაციოზულობისა და არტისტულობისთვის. ასევე აქტიურად თანამშრომლობ ინდოეთის საელჩოსთან, გამგეობასთან და საკრებულოსთან. ჩემი იდეალები არიან დევაშ მირჩანდანი და უნამ და პრიანკა შაჰები. ისინი ცეკვავენ არა მარტო ერთი სტილის ცეკვებს, ისევე როგორც კათხაკს, ფარატატიამს, ბოლივუდს და ისინი არიან ჩემთვის მისაბაძი ადამიანები.
მთელი ოჯახი ჩართულია ჩემს ასე ვთქვათ განვითარებაში. დედა, ბებია ყველა ცდილობს რომ წარმატებული ვიყო. კოსტიუმების დიზაინერი არის ბებია, მისი დიზაინით იკერება კაბები და მინდა ეხლა მინიმალურად გავითხოვნათ ასე ვთქვათ, შევიღებოთ და კიდევ ერთხელ გავიფერადოთ ასე ვთქვათ დღე. जादू गाली सोनी सोनी अखियों वाली दिल दे जा रे हमको तू गाली हम तेरे दीवाने हैं हम मैं वार गाब्रिएली सगाशविली მიყვარს ინდური ცეკვა და ასამბლი განგა. მე ვარ ანასტასია ეპისკოპოსოვი, მე ძალიან მიყვარს ინდური ცეკვები. მე ვარ ანსამბლი განგას წევრი და მე ძალიან მიყვარს ქრისტიანე მასწავლებელი. მე ვარ შალვა ჩიქობავა, ერთ-ერთი სოლისტი და მიხარია რომ ვარ ანსამბლ განგას წევრი. მე ვარ ნინი ზუხიშვილი ანსამბლი განგას წევრი და მე მიყვარს ქრისტიანე მასწავლებელი. მე ვარ ილია კაპანაძე, მიხარია რომ ამ ანსამბლში ვარ და მიყვარს ძალიან მიყვარს ქრისტიანე მასწავლებელი. ინდური ცეკვა არის ლაღი, ემოციებით ახსავსე. ასევე ინდურ ცეკვაში არსებობს სხვადასხვა მიმდევრებები. ეს არის კათხაკი, ფარადნატიამი, ოდისი, ბოლივუდი. მე მაინტერესებს ყველა სტილი. ვცდილობ რომ ყველა სტილის ცეკვა შევასრულო ისე როგორც ჩემი იდეალები ასრულებენ ასე ვთქვათ და ამისთვის ვშრომობ და ვარჯიშობ მუდმივად. როდესაც ვისმენ ინდურ კაბას, ასე მგონია ჩემში იბადება ინდურის სული, მეც ფერადდები, მეც რაღაც იქვარ. ეს სიფერადე, სიბჭყვიალე ძალიან მომწონს და ამიტომაც ვარ დაინტერესებული ეს ძალიან ინდური კულტურის ტრადიციით და თვითონ ინდოეთით. სულ ახლა ხანს ავიღე საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის მიერ არტ ფოლკის დიპლომი და საერთაშორისო ხარისხის იუნესკოს სერტიფიკატი, რომლის აღებაც მომეწია ექსტერნად და რაც ნიშნავს იმას, რომ 14 წლის ასაკში მოგცემის უფლება, რომ მომქონდეს ჩემი სტუდია. მომავალში მინდა აუცილებლად ვესტუმრო ინდოეთს და მინდა გავხდე ცნობილი მსახიობი და მოცეკვავარი. से दूर खड़ी है